მოგესალმებით. ნებისმიერი სოციალური თემა დროსთან ერთად ბათილდება. იცვლება ან უბრალოდ ვივიწყებთ. ერთადერთი რაც მარადიულია არის ხელოვნება და კულტურა. კულტურა ძალიან გავს ერთგვარ მეხსიერების ღრუბელს, რომელიც აირეკლავს ერის კულტურულ ცხოვრებას, გამოცდილებას და ტრადიციას. დღეს კულტურაზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ელისა ბოლქვაძე. მოგესალმებით. მადლობა რომ მობრძანდით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ქალბატონო ელისო, ჩემს პრაქტიკაში იშვიათად მახსენდება საჯარო ფიგურა, რომელიც არ მხოლოდ იცნობს სფეროს, არამედ იცნობს ხელოვანის ტკივილს, საჭიროებას და კარგად ესმის იმ სიმების, რომელიც ამ ძალიან განსაკუთრებულ საზოგადოებას აერთიანებს. ამ ფონზე როგორ შეგიძლიათ თქვენი უწყების პოტენციალი და სამომავლო ნაბიჯები შეაფასოთ? ძალიან საინტერესო კითხვაა, მადლობთ ამისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად ხელოვნება ეს არის ემოციების ენა. ეს არის ის სფერო, სადაც შეიძლება ესეთი სტანდარტული გადაწყვეტილებები არ იყოს საკმარისი. ამიტომ ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროს შექმნა ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა, ერთი როგორც ადმინისტრაციული და მეორე ასევე ემოციური. იმიტომ რომ სახელოვნებო განათლება, სახელოვნებო სფერო ეს არის ძალიან ფაქიზი და სათუთი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამინისტროს შექმნა და ბევრ სასიკეთო როგორც პროექტების სახით, ისე ვთქვათ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით ძალიან საჭირო და საინტერესო იქნება. ახლა ალბათ თქვენ გექნებათ კონკრეტული შეკითხვები, მე სიამოვნებით ვუპასუხებ, მაგრამ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ქვეყანაში კულტურის სამინისტრო ცალკე გამოიყოფა, ეს იმას ნიშნავს, რომ კულტურას ესეთი დიდი როლი ენიჭება და ეს უკვე არის განვითარების მაღალი საფეხური და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამაზე მიუთითებს. დიახ, ძალიან კარგი ნიშანია. აქვე თანხმდებით ყველანი, რომ აჭარა არის საკმაოდ თბილი რეგიონი, მაგრამ ძალიან გზნობიარეა ცვლილებების მიმართ. როგორია თქვენი გეგმები, გადაწყობის რეჟიმი ერთგვარი, რომელიც აუცილებლად დადგება ალბათ დღის წესრიგში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყამირ ნიადაგზე იწყებთ შენებას და შესაბამისად გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებებსაც. რა გეგმა გაქვთ? არის თუ არა ჩამოყალიბებული კონცეფცია თქვენი სამუშაო, სამომავლო ბუნებრივია და რამდენად მოხდა მოკლე დროში უკვე კოორდინაცია, თუნდაც იგივე უწყებათა შორის, იმიტომ რომ ამის გარეშე კულტურის განვითარება ალბათ წარმოუდგენელია იქ, სადაც მთავარი აქცენტი და ფოკუსი არის ტურიზმზე. დიახ, რა თქმა უნდა, ცვლილებები თავისთავად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდის ამ ტრაგიკული დღეების და ამ პერიოდის შემდეგ თვითონ ხელოვნების სფერო ძალიან სხვა გამოწვევების წინაშე დავდექით. ძალიან დაიჩაგრა, იმიტომ რომ ეს იყო ბოლო, ასე ვთქვათ, საზრუნავი შეიძლება, იმიტომ რომ ეს იყო გადარჩენის ასე ვთქვათ, თვითგადარჩენის პერიოდი. მაგრამ ამის შემდეგ ხელოვნება, რა თქმა უნდა, ხელოვნება ვერასოდეს ვერ იქნება ვერ გაქრება და ეს საზოგადოებისთვის აუცილებელია. სულიერი საზრდო აუცილებელია, ხელოვნება აუცილებელია, მუსიკა აუცილებელია, ამიტომ დაუბრუნდა მსმენელი ისევ და ისევ საკონცერტო დარბაზებს, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ცვლილებები განიცადა ღირებულებებმა, ცვლილებები განიცადა ბევრმა დარგმა, რომელმაც თქვათ ვერ გადაირჩინა თავი და ამიტომ აქედან გამომდინარე, როცა ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი და თქვენ ბრძანეთ აჭარაში როგორი სიტუაცია. აჭარა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სენსიტიური, ძალიან მგრძნობიარე რეგიონი, უზარმაზარი დიდი პოტენციალი და ძალიან ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ჭირდებათ უფრო მეტი პერსპექტივა და უფრო მეტი ალბათ გასაქანი, მოდი ესე ვთქვათ. ის სტრუქტურები, რომელიც ვთქვათ, ვეღარ ირჩენს თავს და ვეღარ ვითარდება, ვთქვათ ასე. ის ალბათ რაღაცა ფორმით სახეცვლილებას მიიღებს. ჩანაცვლება კიდევ სხვა არის, მაგრამ შეიძლება სახეცვლილება, ასე ვთქვათ.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვთქვათ ვიღაცა დარჩეს ქუჩაში, ვთქვათ ისეთი ადამიანები, რომლებიც თან ნიჭიერები არიან, მაგრამ თან ვთქვათ ამ დროის ცვლილების გამო და სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოერგნენ, ვთქვათ ამ თანამედროვე გამოწვევებს და ვერ აუღეს ალყო. ვთანხმდებით, რომ ტენდენციები შეიცვალა, ხელოვნება ყველაზე მკაფიო დაირეკლავს ამ ცვლილებებს და ეს არის მხოლოდ ჩვენი დღის წესრიგი, მსოფლიომ შეცვალა განწყობა. რა თქმა უნდა და არ დაგვავიწყდეს, რომ ესეთი ტრაგიკული ომების და ძალიან დიდი კონფლიქტების დრო მოვიდა, სამწუხაროა, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და ეს თავისთავად ძალიან ტრაგიკული ფონია. აქედან გამომდინარე, ბევრმა რამემ დაკარგა თავისი შეიძლება ფასი, შეიძლება ელფერი და რთულია ამ სიტუაციაში რაღაც დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა არის პრიორიტეტები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ჩვენს რეგიონში სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა და მე როგორც მშვიდობის ელჩი იუნესკოსი ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს არის მთავარი, როდესაც მშვიდობა არ არის, მაშინ საერთოდ არ არის არც განვითარება და კი იცით, რაც ომში მყოფ ქვეყნებს როგორი მდგომარეობაც აქვს. ეს ჩვენი ახალი ისტორიაც არის უახლესი პრინციპში და გვაქვს ამის მწვავე გამოცდილება. როდესაც ახლა უკვე იმ წერტილში ვართ, როცა კულტურის სამინისტრო რეგიონში შეიქმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონის პოტენციალური, ასე ვთქვათ, კულტურული ტურიზმი, თქვენ ახსენეთ ახლა და ჩვენ ამასაც უნდა შევეხოთ, არის განხილული როგორც ვთქვათ, ერთ-ერთი პრიორიტეტი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწორი მიგნება, იმიტომ რომ ვთქვათ, აჭარა უნდა დააფიქსირდეს და არ იყიდევაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ სოფლიო რუკაზე იყოს ადგილი, სადაც არის არაჩვეულებრივი პატარა ბათუმი, უფრო აღარ არის უკვე მე მგონი პატარა, მაგრამ განვითარებადი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როგორც ქართული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე ვთქვათ, რეგიონის განვითარებისთვის. გავაერთიანებ ერთგვარად ორ კითხვას. გასცდება თუ არა კულტურის ხელმისაწვდომობა ქალაქს და ცენტრს და ასევე მე პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ წლების განმავლობაში მიუხედავად დატვირთული ზაფხულისა, სექტემბრის მიწურულიდან ბათუმი თვლემს. რამდენად გეგმავთ გამოაცოცხლოთ სხვადასხვა სეზონზე ქალაქში მიმდინარე კულტურული ცხოვრება? ასევე დიდი მადლობა ამ საინტერესო შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მტკივნეული მომენტია აქ, როგორც ხედავ, აჭარაში ძალიან აი ოქტომბრის უკვე ბოლოდან რაღაცნაირად კულტურული ცხოვრება ცოტა ასე ვთქვათ, ნელდება. მე ვფიქრობ, რომ კულტურის მისაწვდომობა უნდა იყოს არა მარტო ბათუმში, არამედ ყველა სოფელში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ვერ ვიტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ეცადოს, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს და ყველა რეგიონს, ყველა სოფელს რაღაც აქტივობები კონდეს და შეხება, მისაწვდომობა იყოს უფრო მეტი. სეზონი რა თქმა უნდა გაგრძელდეს. სეზონი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ზაფხულის სეზონი და შემოვიფარგლოთ იქიდან გამომდინარე, რომ იმიტომ რომ რეგიონი არის თვითონ ძალიან განვითარებადი, იმიტომ რომ ეს და ბათუმის მიზიდულობა არის ძალიან დიდი და მაღალ ხარისხშია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან თავისუფლად შეიძლება დაიგეგმოს როგორც მასტერკლასები, ისე კონცერტები, ისე ფესტივალი, რაღაც ახალი საოპერო ფესტივალი მაქვს მხედველობაში. ბევრი რამ რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, იმის გარდა რომ ჩვენ მოწვეულ სტუმრებზე ვიფიქროთ, ასევე ადგილობრივი ხელოვანების გზის, ასე ვთქვათ, გაკვალვაზე, მათ მოხმარებაზე და მათ სტარტაპები, აი ძალიან მიყვარს ეს სტარტაპების ეს ახალი პროექტები ახალგაზრდებისთვის მეტი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი პრაქტიკული უახლოესი დღეების ეს SOS ტალანტების გახლავთ დიახ, სადაც საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვისაც, როგორც დილეტანტისთვის, მაგრამ ძალიან სიამოვნები და სიამაყით უსმენდი მიღწევას, რომელიც იყო. ქალბატონო ელისო, მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის რგოლი, რომელსაც ემსახურებით. შემოქმედები და ხელოვანი ადამიანები არიან ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული არ მინდა ვთქვა სიტყვა, მაგრამ ყველაზე რთული საზოგადოება, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო. როგორი იქნება ის უწყება, რომელიც იღებს სტარტს? ეს იქნება უწყება მეგობარი, თუ ეს იქნება რაღაც
დახურული რთულად ხელმისაწვდომი ორგანიზაცია. არა, მე არ ვარ მომხრე რომ ეს იყოს რთული და დახურული ორგანიზაცია, ეს უნდა იყოს გახსნილი ორგანიზაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ემოციების ენა, ხელოვნება და ადამიანებსთან ჩვენ კულტურა უნდა მივიდეს და კულტურამ უნდა მაქსიმალურად პოტენციალური ხელოვანები გამოავლინონ. ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, ფორმულა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ იქნება რაღაც მოთხოვნები, ახალი წესები, ვთქვათ, შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ ძანეთ, რომ რთული ხალხიაო და რთული ხალხი არის, ცოტა განებივრებულები არიან და ყველანი ასეთები ვართ, ჩემი ჩათვლით, მაგრამ მე როგორც ახლა უკვე საჯარო მოხელეს, მე ვალება უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა ბევრ სტრუქტურაზე და მე ვფიქრობ, რომ მათთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ თუ რა ძალისხმევა ჭირდება სახელმწიფოს იმისათვის, რომ ეს დარგი გადარჩეს, საერთოდ ეს სფერო გადარჩეს. და როდესაც ამაზე ფიქრობ სახელმწიფო, ეს ამას დაფასება უნდა და ცოტა მეტი პასუხისმგებლობები და ალბათ ცოტა მეტი მობილიზაცია შეიძლება. მარტივი ჭეშმარიტებაა კულტურის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც რაღაც ეტაპი უკვე გავლილი ალბათ მეთანხმებით ამ შეფასებაში. კალბატონო ელისო, ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო ურთიერთობების ნუსხა, რომელიც ალბათ გაქვთ დღის წესრიგში და თანამშრომლობთ, ან უკვე დაწყებულია საუბარი სამომავლო თანამშრომლობაზე, თუ გვაქვს საშუალება სიამოვნებით მოусმენდით იგეგმებს. ჩვენთვის იმის ძალიან და ყველასთვის ჩვენთვის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პროექტები დაიგეგმოს, როგორც არტ ინდუსტრიის განვითარების კუთხით, ასევე წარმოჩინების კუთხით. რეგიონს აქვს ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო მაგალითად ცეკვები, ფოლკლორი ძალიან საინტერესო და ამის გატანა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს ბევრი რაც შეიძლება მაქსიმალურად კულტურის დღეები მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში. ამაზე უკვე ჩვენ რა თქმა უნდა ვიფიქრეთ, ჩემს მოადგილებთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე დღიდან მოსვლისა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი мотиваცია არის არტისტებისთვის, როდესაც თავიანთ შემოქმედებას როგორც თავის თანამამულებს აცნობენ, ასევე საზღვარგარეთ წარმოაჩენენ, როგორც სპექტაკლებით, როგორც ოპერით, ორკესტრით და შემდეგ. მე კონკრეტული, ასე ვთქვათ, შეხედულებები ამასთან დაკავშირებით მაქვს, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორკესტრის გაძლიერება და ამაზე კიდე ცალკე შეგვიძლია მერე საუბარი. და ის თვითმყოფადობა, რაც გააჩნია აჭარის რეგიონს, ეს უნდა მაქსიმალურად უნდა იყოს ამ მიმართულებით ათვისებული. დიახ, გეთახმებით აბსოლუტურად და ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა, თუმცა ჩემი პირადი შეფასება არის ის, რომ ხელოვნება და თქვენს დამეთანხმებით ბუნებრივია საზოგადოების ფორმირებაზე და გემოვნებაზე ახდენს უდიდეს გავლენას. არის თუ არა დღის წესრიგში პროფესიული და პროფესიონალი კადრების შემოდინება ამ სფეროში, რომელსაც ექნება მკაფიო ლეგიტიმაცია გაფილტროს შემოქმედებითი პროდუქტები. მესმის თქვენი გულისტკივილი, რაც ჩემი გულისტკივილიც არის, იმიტომ რომ როდესაც არ არის თქვათ საკმარისი დისციპლინა, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ იწყება სწორედ თვითშემოქმედების ძალიან ესეთი მდარე ხარისხში გამოვლინება. კი ბატონო, გეთანხმებით, აქ საჭიროა საერთოდ მეტი ფიქრი ალბათ უკვე ახალგაზრდებთან მუშაობა არის საჭირო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გემოვნებაც და ინტერესებიც ყალიბდება უკვე ბავშვთან, როდესაც ის არის უკვე 6-7 წლის. მე პირადად 2 წლის ვიყავი თუ 3 წლის უკვე როცა უკრავდი, უკვე ჩემი პროფესია უკვე განსაზღვრული იყო, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო, ეს საშუალო რგოლი, რომელიც აი სამწუხაროდ არის ძალიან ფიქრობ, რომ ხარისხი ძალიან დაბალია, არა მარტო აქ და რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. საშუალო რგოლი, ასე ვთქვათ, აწლედები, მუსიკალური სკოლები, ეს სისტემები არის გადასახედი. და მე როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მუშაობდი ამ თემებზე სახელმწიფო განათლების რეფორმაზე. ეს მთლიან რეფორმას მოითხოვს, რაც ძალიან რთულია.
ჩვენ კულტურის მინისტრთან ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ამაზე მუშაობდით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს კიდევ და კიდევ ვერ არის საბოლოო ვერსია შემუშავებული, მაგრამ ალბათ ეს როდესმე იქნება, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ხარისხს, ახლა რაზეც თქვენ ვისაუბრეთ. ბუნებრივია კომპლექსურია. დიახ, ეს არის ძალიან კომპლექსური, ეს მოითხოვს როგორც მასწავლებლების გადამზადებას, ისევე საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას, იმპლემენტაციის, ასე ვთქვათ, პროცესი არის რთული და მე ვფიქრობ, რომ დაგჭირდება ბევრი ძალისხმევა ამისთვის. შეგრძნება მაქვს, რომ კულტურის კულტურა დავკარგეთ. კულტურული პროდუქტების მოხმარების კულტურა დავკარგეთ. მე მახსოვს წლები უაღრესად რთული, მაგრამ ადამიანები თეატრისკენ მიემართებოდა. სიმფონიური ორკესტრისკენ იყვნენ მიდრეკილები. თითქოს ეს კულტურა გაქრა. რას უკავშირებთ ქალბატონო ელისო? გლობალური პროცესი მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის მარტო საქართველოს სამწუხაროდ არ არის მარტო ერთი ქვეყნის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც არის ალბათ მთელ მსოფლიოში. ეს რამ გამოიწვია და ინტერნეტიზაციამაც პირველ რიგში ალბათ. იმიტომ რომ იქ ყველაფერი არის, მაგალითად YouTube-ზე და სოციალურ მედიაზე ყველაფერი არის და ახლა ამის გარკვევა რომელია კარგი და ცუდი, ახლა ცოტა რთული გახდა უკვე. ადრე იყო ფილტრი, აი თქვენ ძალიან ფილტრთან დაკავშირებით ფილტრი იყო, მაგრამ ჩემ დროს როცა მე კონკურსებზე დავდიოდი, იქ იყო ძალიან ბევრი ფილტრი. ვერავინ ვერ წავიდოდა ისე თუ არ ექნებოდა ჯერ ეროვნული მოსმენა, მერე საერთაშორისო მოსმენა, მერე რა ვიცი კიდე რამდენი მოსმენა და იმის შემდეგ 3-2 კაცი გავიდოდა კონკურსებზე მონაწილეობის მისაღებად. და აქ ახლა უფრო მეტად გაადვილდა ეს, ასე ვთქვათ, ეს პროცესები დაჩქარებულია და ვისაც აქვს თქვათ რაღაც გარკვეული თანხები შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ნუ ესე რო ვთქვათ, მაგრამ თუმცა საუბრები იმაზე, რომ ტრადიცია, კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს გამოყენება ხატოვან კონტექსტში ჩვენი წარსული გამოცდილებისა, ეს მოკლე დროში როგორ გაქრა თუ ეს ფუნდამენტური იყო, ძალიან საინტერესოა. დიახ. ღირებულებებს შენარჩუნება უნდა და სწორედაც ჩვენ ვძოლობთ იმისთვის, რომ ღირებულებები იყოს შენარჩუნებული, რომ ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ერი, ჩვენ ვართ უძველესი კულტურის მართლმატარებელი, როდესაც ბევრი რამ გვაქვს სათქმელი მსოფლიოსთვის და უნდა გავაცნოთ თავი. ჩვენ ეს გვინდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან რთული მდგომარეობა არის მთელ მსოფლიოში დღეს და მე ვფიქრობ, რომ ამ რაღაცა პერიოდის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური ვნებები დაცხრება და პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, დიდი ქვეყნის პოლიტიკა გადაწყდება როგორც იქნება, ისე და რაღაცნაირად მიიღებს ეს უფრო მშვიდობიან ფორმას, ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც ეს კარგია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სწორედად შეგვიძლია, მე ასე ვფიქრობ, მაგალითად თვითმყოფადობა ის კულტურის ნაწილი, რაც არის მაგალითად ამ შემთხვევაში აჭარაში რეგიონში, ეს ყველაფერი მაინც თავისი გეგმით და თავისი განვითარების სტრატეგიით კანონზომიერად უნდა განვითარდეს. რა იგეგმება ზაფხულისთვის, რა კულტურული ღონისძიებების ერთგვარი ციკლია, რომელიც უნდა შევთავაზოთ საზოგადოებად. ჩემი იდეა იყო, რომ უწყებათა შორის კომისია მოვიწვიო 29 აპრილს და დავგეგმეთ ესეთი დღე, სადაც ერთობლივად, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევჯერდებით საზაფხულო გეგმაზე, რომელიც იქნება სამთავრობო გეგმა, ასე ვთქვათ. კულტურის სამინისტრო აქ გამოდის როგორც ინიციატორი და მე მინდა რამოდენიმე მიმართულებით დაიგეგმოს, როგორც კლასიკური კონცერტები, ასევე სიმფონიური, ასევე ფოლკლორი, ასევე თეატრები და ასე შემდეგ. ანუ ეს რასაც მოგცემს, ასე ვთქვათ, არსებული მდგომარეობა, შესაძლებლობას, აი იმ მიმართულებით განვითარდება და მალე ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სისტემური ხასიათის თქვენ ბრძანეთ კულტურული მემკვიდრეობა და მე ვფიქრობ, რომ კულტურულ მემკვიდრეობასაც, მაგალითად პეტრას ციხეზე და გონიოსშიც შეიძლება მეტი კულტურული აქტივობებით დავგეგმოთ და აჭარის მარგალიტები ჩამოთვალეთ ფაქტობრივად. კულტურამ სადღაც დაკარგა პატარები თითქოს ყველა კულტურული პროდუქტი, რაც უკანასკნელ წლების განმავლობაში იქნება, გარკვეულ ასაკზეა გათვლილი. არის თუ არა ეს მიმართულება თქვენთვის პრიორიტეტული, რომ ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიასთან მივაახლოვოთ ხელოვნება, იგივე თოჯინების თეატრის მიმართულებით, სპექტაკლების გაძლიერების, ინტენსივობის და ასე შემდეგ. აი როგორც თქვი, მე მინდა ჩემი სურვილი და ოცნება ის არის, რომ კულტურა მივიდეს ყველასთან და ყველა სოფელში და პატარებთან, დიდებთან, შუა ხნის ხალხთან და ყველასთან.
მაგალითად ფიქრობ, რომ უფრო მეტი საშუალება უნდა მივცეთ ახალგაზრდებს, რომ შემოქმედებითი პროექტები შემოიტანონ და ეს იყოს ახალი იდეები, ახალი ინოვაციები, გაუხსნათ გზა იმ ადამიანებს, რომლებიც ეხლა იწყებენ და აქვთ რაღაცა გეგმები და ეს აუცილებლად ხელშესაწყობია. ყველა არა შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დისკუსიის შედეგად შეიძლება ალბათ გადაისინჯოს და ძველი პროექტები, რომლებიც არსებობდა და ესე რაღაცა წლიდან წლამდე ინერციით მიდიოდა, აი ამის გადახედვას ნამდვილად ვაპირებთ, იმიტომ რომ ის არის ფესტივალები, ვთქვათ, და ანუ რაღაც ღონისძიებები, რომლებმაც ვთქვათ გაამართლა და არის რაღაც კატეგორია, რომელსაც აღარ ჭირდება შეიძლება კიდევ სახელმწიფოს ხელშეწყობა ან პირიქით და ასე შემდეგ. ანუ ეს არ შეიძლება იყოს შთამომავლობით გადასული, ასე ვთქვათ, რაღაცა სამუდამო, ასე ვთქვათ ეს. იმიტომ რომ ეს კეტავს მაშინ ახალი იდეების мотиваციას. ეს ამას ვერ დავუშვებ. შეგვიძლია დღეს საუბარი იმ პროექტებზე, რომელსაც მიიჩნევთ როგორც წარმატებულს და რომლის გაგრძელება დღის წესრიგში დგას. იცით რა რთულია, ახლა ამის თქმა კონკრეტულად დავასახელო, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს გული არ ვადგინო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არის აქ ფესტივალები რაღაცა, შეიძლება ბევრიც არ ვიცი მე ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჯერ მაინც გაცნობის, ასე ვთქვათ, პროცესში ვარ, მაგრამ რაც ვიცი, ნამდვილად არის აქ ისეთ ფესტივალები და ისეთ ღონისძიებები, რაც ნამდვილად უხდება ქალაქს, რაც სარგებლობას მოუტანს როგორც რეგიონს, ასევე საზოგადოებას და ეს რა თქმა უნდა ეს პროექტები უნდა გაგრძელდეს. ჩემი აზრი ეს არის. არის რაღაცები, რაც ვეღარ ამართლებს სხვადასხვა მიზეზების გამო და ის ვფიქრობ, რომ მათი გადახედვა მე მგონი უკრიანი იქნება. და პირველი რიგის ამოცანა არის ახალგაზრდების ხელისშეწყობა ჩემთვისაც და მე მგონი ყველასთვის. ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ახალი იდეები, რომლებიც ახალი ენერგეტიკით მოდიან და მათ არ უნდა დაუკეტოთ ის გზა და ის არ უნდა ვაჩვენოთ, რომ მაინც აზრი არ აქვს არაფერს, იმიტომ რომ მაინც არ დაგაფინანსებენ. ესეთი რაღაცა არ მოხდება ჩვენთან. კაბატონო ელისო, აქვე დასასრულს მინდა გკითხოთ, გვესმის ის, რომ სახელმწიფო თანხები და რესურსები უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ახალგაზრდა შემოქმედების ასპარეზზე, იმიტომ რომ გზა გავუხსნათ. ცოტა არ იყოს გულისწყობა მაქვს, როდესაც მსგავს განცხადებას უსმენ, მაშინ, როდესაც უდიდესი არმია გვყავს უკვე შემდგარი საინტერესო შემოქმედების, ფერმწერების, მუსიკოსების, კინომიმართულებით თუ თეატრის. არის თუ არა ეს მკაფიოდ ხაზგასმული თქვენს საქმიანობაში? დღეს ან იქნება თუ არა უკანა პლანზე გადავიყვანოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე ეპოქა შექმნეს კულტურულად? არავითარ შემთხვევაში. ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებსაც წვლილი მიუძღვის განვითარებაში, კულტურის განვითარებაში და მათ აქვთ ასე ვთქვათ, კვალი დატოვებული უკვე, მათთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყვეტა და ვთქვათ, რაღაც დაჩაგვრა მათი, იმიტომ რომ ესენი არიან ვთქვათ, სხვა ეპოქის ხალხი, რა ვიცი, მე ეს შემოქმედება ისეთი თემაა, როდესაც ეს მუდმივია და ეს მარადიულია. ამიტომ რა თქმა უნდა ეს კრიტერიუმი ჩემთვის ეს მიდგომა არ არის სწორი და არც იქნება მე მგონი ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან რომ ეს ნამდვილად არ იქნება ასე. ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის, უღრმესი მადლობა იმ კომპეტენციისთვის, რომელიც სტუდიამდე მოგვიტანეთ. უღრმესი მადლობა იმ გამოცდილებისთვის, რომელსაც დაუღალავად ჩუქნით ამ ქვეყანას და იმ სიხარულისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენ სახელს და გვარს. მე იშვიათად ვარ განებივრებული რესპონდენტით, რომელიც ატარებს მშვიდობის ელჩის სტატუსს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს აქვე შევახსენებ, ბიომეტრიის კითხვას პასუხობდა კაბატონი ელისო ბოლქვაძე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.